მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთებთ ესეთი გააშლათ ან ახალი დასტა მაქვს. აი ასეთი ინფორმაცია ვისთვის. აი დაუშვოთ თქვენ ახლა გაქვთ პაუზა, ან შეიძლება სიჩუმე. შეიძლება თქვათ, დაშორდეთ, რა ვიცი, აი ვნახოთ ახლა ჩვენ, მაგრამ რა გავარკვიოთ ჩვენ, აი ეს სიჩუმე, ხო? რა ჩაიფიქრეს მაღალმა ძალებმა, რატომ გაძლევენ თქვენ ამ სიჩუმეს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა, მიწიერ დონეზე კი ვიცით ხო დაუშვთ რაღაც მომენტები, ხო შეიძლება აწყენინა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო ყველაფერი ტყილა უბრალოდ არ ხდება და ჩვენ გავარჩიოთ დღეს აი ასე მაღალი ძალების აზრით ვკითხოთ, რატომ ასე მოგიწყეს ეს სიჩუმე. აი ნახეთ ახალი ჯადოსნური გოგო გვეყოლება აქ, რომელიც დაგვეხმარება, მოვიდა ჩემთან. ვნახოთ ახლა ჩვენ, რა ხდება ახლა თქვენს წყვილში, გავარკვიოთ და მე ეს კითხვაც დავუსვათ. ახლა რამდენიმე დასტა მოვამზადე და მე მინდა რომ ვკითხო უშუალოდ მაღალ ძალებს, აბა რატომ მოგიწყეს ეს სიჩუმე. აბა ვნახოთ. ეხლა რა ხდება ამ წყვილში, ისე კარგად იმუშავა ამ დასტამ. გუშინ მიწვეული ვიყავი ხელოვინზე ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ცეთი კარგი გოგოები და ბიჭები იყვნენ, მაგრამ აი ეს მინდა რომ ვნახოთ ჩვენ აქ როგორ გეტყვის ახლა თქვენ ეს ასე იყოს. ეხლა თქვენ შორის რა ხდება ვნახოთ. აქ იცით თქვენ ხო გრძელი გაშლები გვაქვს, მოკლე გაშლები ჩვენ გვაქვს სხვა არხზე, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. აქ ნახეთ სიყვარული. აქ არის სიყვარული, უბრალოდ იჩხუბეთ კი. აი აქ არის სიტუაცია, რომელიც თქვენ რაღაცა გქონდათ, იცით როგორი მომენტი იყო აქ? აქ არის წყენა, აჩვენებენ. აი აქ არის ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მოხდა რაღაცა ძალიან, აი იცით როგორი სიტუაცია იყო, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ სიტუაცია, რომელმაც საბოლოოდ მოხსნა ყველანაირი ნიღაბი აბსოლუტურად. რა ხო არის დაუშვით ახლა გოგო თქვა, ჩუმდება, არაფერს არ ეუბნება და რაღაცა და აი თითქოს ამ ბიჭისთვის ეს იყო იმდენად მოულოდნელი, რომ აი მართლა, ძალიან შემიძლია თქვათ, რომ მტკივნეული იყო ეს საუბარი, რომელიც შედგა. და აქ სხვათა შორის კი ბატონო, ახლა ცუდი სიტუაცია არ არის. ახლა ჩვენ ნახოთ. მაგრამ რაღაცა საუბარი გქონდათ, შეიძლება ან რაღაცა ესეთი უთხარით, რამაც შეიძლება ატყინა გული ძალიან თქვენს პარტნიორს. так, ამ დასტას ახლა მე აქეთ დავდებ. მაღალი ძალებს მე რესურსზე ვკითხავ, აი ამ დასტას ვთხოვ, რომ დამეხმაროს თუ დამჭირდება. სხვათა შორის ეთყობა ერთი ავტორის არის, ახლა შევუკვეთ და ძალიან მაგრად მომეწონა. სახელები და გვარები არ მკითხოთ, არ მიმახსოვრებ ხოლმე. так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ ვისი არის ახლა ეს თქვენ, გოგო. ეხლა გეტყვით რა ხდება თქვენს შორის, გოგო, აი თქვენ შორის გიგეტყვით რა ხდება, მაგრამ აი აქ რას თქვენ რა გოგო, რა მდგომარეობაში რომ თქვენ ეგრევე მიხვდებით, ნახეთ. აქ რაღაცა მიდის ცვლილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, შეიძლება აქ ხდება რა დანარ კარგად ლაპარაკობს, ნახეთ, აი აქ ეს დასტა შორდებით თითქოს ერთმანეთს რა. შეიძლება ეს მოხდა ზოგისთვის, ახლა ეს მაგალითად შეიძლება თქვა სხვა შემთხვევაში პირიქით გვეტყოდნენ დრო მოვიდა რომ თქვენი შეხვედრა მოხდეს, მაგრამ აი ახლა ამ წუთში რაც მე დასტა მაჩვენა ბოლოს, უფრო ინფორმაცია მოდის, რომ რაც მეტი დრო მიდის, ხო თითქოს თქვენ შორდებით და თქვენ შორის შუაში აქ არის რაღაცა პატარა გემიც არის რა. ანუ დაშორება შეიძლება თქვენ შორის ახლა არის ეს მანძილიც რა. მაგრამ აი ეს თქვენ თვითონ გაქვთ ძალიან კარგი ინტუიცია და თქვენ თვითონ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ახლა სიტუაცია არის
რაღაცისთვის. თან ახლა ნახეთ მეათე არკანი ეს როცა ადამიანი უფიქრდება იმას, რატო ხდება ეს ცვლილებები. მაგრამ აქ დრო მოვიდა იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს თქვენს ურთიერთობაში. ყველა ვარიანტში თქვენ ამას გრძნობთ, და კიდევაც აქ არის როგორც აი თითქოს ეს დრო გჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ მოხდეს ეს ცვლილებები. აქ ძალიან ღრმად რაღაცა ინფორმაცია წამოვიდა. ეხლა ვნახოთ თქვენი ფიქრები. პრინციპში აქ როგორი მომენტი არის, იცით? მე რო ვთქვა, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში ცუდად გზომს თავს, აი ვერა. იმიტომ რომ აქ ნახეთ, ცხრიანი პენტაკლებიც თან აქ როგორი მომენტი არის. შეიძლება ზოგისთვის ეხლა აი თქვათ, აი ნახეთ, ცხრიანი პენტაკლების როცა მართლა აი კარგად ვარ. ზოგისთვის ნახეთ საჯარო გაშლა, ამიტომ შეიძლება ზოგისთვის ეს კარგად ყოფნა, თქვათ, კარგ საჩუქრებსაც ჩუქნიდა თქვენი პარტნიორი, ხო? კარგად თქვათ, ეხლა, რაღაცას ზრუნავდა თქვენზე, ან ზრუნავს თქვათ თქვენზე ეს ადამიანი, აქვს უნთლად ისი კი არ არის, რომ თქვათ რაღაც. არა, პირიქით, ვფიქრობთ, რომ აი მე ვგრძნობდი თავს კარგად აქ, დაუშვოთ, ხო? აი ასე დავარქვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა, ბევრნი ხართ, თქვენი სიტუაციები გაქვთ. თქვენ გრძნობდით იმას, რომ თქვენს პარტნიორს ნამდვილად ეხლა აი კარგი შეთავსება, აქ დაჟე როგორ არის, იცით, უფრო მაჩვენებენ წყვილად, აი როგორც მანარას მაგონებს ეს დასთა, მანარაშიც საერთოდ როცა ორი წყვილი, ესე იგი უკვე ორი პერსონა რო არის, თქვათ, ეხლა კარზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ეგრევე ორივე იგულისხმება რა. გრძნობაზე რა გაქვთ თქვენ? გრძნობაც გაქვთ, მაგრამ აქ უბრალოდ როგორი სიტუაცია, იცით? პენტაკლები წამოვიდა. აჰა. აი, შეხედეთ, აქ როგორი მომენტი გაქვთ ეხლა. თქვენში ეხლა მიდის გადაფასება. აი ნამდვილად გოგოსთან არის თან ეხლა ნახეთ მაღალი არკანი, მე-20 არკანი კვეცნობიერზე. ანუ თქვენ ეთყობა გაქვთ რაღაცა ისეთი პროცესი, როცა თქვენ ფიქრობთ, ვაფშე მჭირდება ეს ურთიერთობა, არ მჭირდება, იმის მიუხედავად, რომ კარგად ვგრძნობთ თავს, ნახეთ, თასები არ გამოვიდა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ გოგომ აქ უკვე უყურებს უფრო, დაჟე სულის დონეზე სიტყვაზე გარჩეულება გავარკვიე უკვე თქვენი შეგვიჭამა ვალენტინა 15-ჯერ აგვეხსნა, მაგრამ მე ხა მაინტერესებს აქ მიწერ დონეზე რა ხდება ჩვენს ურთიერთობაში, ხო? მარტო ის ხო არ უნდა იყოს, თქვათ, ხო, იქ ხა ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. ამიტომ თქვენ როგორ ხართ, იცით, რომ კი, აი შეიძლება ფიქრობთ, რომ გინდათ გრძნობაზე აფასებთ იმას, რომ კი, აი ჩვენი ურთიერთობა კარგია, მომწონს, შეიძლება რაღაცა მომენტებიც მაგმაყოფილებს, მაგრამ უკვე როცა ურთიერთობაში ირთობა ტვინი, როცა ურთიერთობაში, ტვინი, აი როგორი აქ დაჟე ტვინიც კი არა, აქ პენტაკლები მიწიერი წავიდა რა. ცოტა არის უკვე დასაფიქრებელი. იმიტომ რომ თქვენ რა გინდათ აი სამომავლოდ როგორი ურთიერთობა, აქ არის როგორი, კი ბატონო, ძალიან აი ძლიერი მიჯაჭვლებაც მაქვს, მაგრამ კარგი გაგებით, აქ არ არის ხა არაჯანსაღი, კი, მიზიდან კი, ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ აქ არის უკვე ნახეთ მესამე პირი ვიღაცა, არ გამოვრიცხავ რომ დაუშვოთ, აი აქ თუ მოვა დაუშვოთ იმის მიუხედავად, რომ თქვენ თქვათ ეხლა ამ ადამიანთან გაქვთ მიზიდულება თუ როგორ თქვა ხოს, თუნდაც თუ დაუშვთ ვიღაცა გამოჩნდეს, შეიძლება თქვენ დაფიქრდებით რა. და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება უკვე არის თქვენ სივრცეში კიდე ვიღაცა. იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა ისეთი ენერგია თქვენგან წამოვიდა, აქ მე ვერ ვგრძნობ რას, იცით, აი რაღაცა ის სიგიჟეებს და რაღაცა, ეს პრინციპში არც უნდა იყოს. აი რაღაც ეგეთი თემა არის, იცით? მოდით აბა ეს კიდე გრძნობაზე მინდა რომ ვკითხო მე, აქ რატომ არის ასე? აქ როგორ არის, იცით, თქვენ ეთყობა უკვე იყო ამ ურთიერთობაში,
ბევრი რაღაცები, იმიტომ ხარ თქვენ მე-10 არკანში, რომ ფიქრობთ, რომ რაც შეიძლება და ჩვენ ხო თქვით, რომ პაუზა, ხო, ჩვენ ხო გვაინტერესებს, აი აქ რომ გავიგოთ ეს პაუზა მაღალი ძალების თვალსაზრისით რატომ არის, ხო? იმიტომ რომ შეიძლება თქვენ უკვე დაიღალეთ. აი აქ არის, როგორ იცით, მესამე პირში, მესამე პირი ან მესამე რაღაცა ფაქტორი, მოდით ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაში მე ვერ ვეთქვი, რომ სულ ყველას ახლა ვიღაცას რაღაცას, არა. შეიძლება თქვენ კიდე უფრო მეტად თქვენი თავი დააფასეთ კიდე, აი ესეც შემიძლია ვთქვა, თქვენში მოხდა რაღაცა ტრანსფორმაცია. ანუ ეს როგორი მომენტი, რომ всё, ეს არ მაწყობს მე როგორც იყო, არ მაწყობს არანაირად, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში მე შევიცვალე და ნამდვილად ეხლა, ანუ ეს შეხვედრები შეიძლება თქვა თქვენ რაც გქონდათ, იყო როგორ იცით, ანუ ბევრი ძალიან წყენა დაილეკა აქ. თქვენ კი ნამდვილად ეხლა ცდილობთ რომ დაუშვოთ ეხლა აქ თქვათ არ იფიქროთ ბევრი მაგაზე, მაგრამ უბრალოდ როგორ არის, იცით, შეიძლება ადამიანი აი დიდი ხანი რა პოზიციას აკეთებს, მოვა, თქვათ რაღაცა კარგი სიტუაცია გაქვთ, მე უცბად შეიძლება მოულოდან რაღაცას გაწყენინებთ რაღაცა და მე უკვე თქვენ ზიხართ, ფიქრობთ ეს რა მოხდა, საერთოდ ვერ გავიგე და უკვე ანუ ეს ერთი და იგივე მომენტი. ანუ თქვენ არ უარყოფთ იმას, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ახლა არაფერს ნიშნავს, ვერ ვეტყვი რომ არ ნიშნავს თქვენთვის არაფერს, მაგრამ პრინციპში აი ეს მოგბეზრდა თქვენ აი ეგეთი არასერიოზული საქციელი, როცა ადამიანი თავისი სიტყვით, თავისი ქცევით, თავისი შეიძლება ზოგჯერ უხეშობით გაგდებს თქვენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენ ზიხარ და არ იცით რა უპასუხო, რა ვთქვა, ან რატომ ასე მეკცევა, ანუ რით დავიმსახურე მე ახლა ეგეთი სიტუაცია, ხო? და ამიტომ აქ არის უკვე ფიქრობთ, რომ არა, მე უფრო მეტად უნდა დავაფასო ჩემი თავი, იმიტომ რომ აქ შეიძლება ყურადღებასაც იღებთ თქვენ უკვე სხვა ადამიანებისგან და იცით, რომ თქვენ ესეთი ძლიერი გოგო ხართ, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? თქვენ შეგიძლიათ, რომ ისიც გახადოთ ბედნიერი და ძლიერი, ასე რომ ვთქვათ რა. ვნახოთ ახლა ბიჭის პოზიციაც ახლა ჩვენი ეს რა ენერგიაში არის ახლა. ეს ახლა არის უფრო როგორ ეგაც ფიქრობ ძალიან ბევრს იმაზე, რომ აქ даже როგორ არის, იცით? რა ენერგიაში ხარ შენ ახლა აქ? აი რო გითხრათ, რომ ცუდად გრძნობს თავს, ეგაც პენტაკლები წავიდა აქაც რა ენერგიაში არის. ახლა შეიძლება მუშაობს არ გამოვრიცხავ მაგას. შეიძლება, მაგრამ აქ როგორ მომენტი, იცით, ძალიან ღრმა დასწა სხვათა შორის რაღაცას სწავლე. იცით რა არის? აი ესეთ ენერგიაში არის, რომ მე რომ მაგასთან ვიყო, როგორ მინდა რომ გადმოგცეთ, იცით? ეხლავე. უფრო აი თითქოს როგორ არის? ეხლა ეს თვითონ მოიცით გავხსნი ჯერ ეს. მას გავხსნი. სულ პენტაკლებში ხართ. ორივენი რა იყოთ? ნახეთ, ანუ ასე იგი აქ ადამიანი რა ენერგიაში. მე რომ ამის გვერდზე ვიყო, მე უნდა მქონდეს ფინანსები. იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება ეს თქვენი ენერგია, თქვენ რომ აი აქ უკვე ფიქრობთ მეცხრე ენერგიაში ხართ, ხო? ესეც ფიქრობს, რომ ეხლა ეს ისეთი ჭკვიანი გოგოც ჩანს, ახლა აქ ფიქრობს, აქ ხო გითხარით, აქ სულ ორი არის რა. ძალიან მაგარი დასწა სხვათა შორის ვისი ამოვნე. ანუ ესე იგი თვითონ ძალიან განიცდის, რატო განიცდის, ნახეთ? იმიტომ რომ მაგან იცის, რომ თქვენ ხართ, აქ გოგო არის, როგორი გოგო არის, მოდით, ან ფინანსურად, უფრო საჯარო რო არის, ცოტა მიჭირს ახლა, მაგ მინდა რომ ყველას რომ ვინც უყურებთ და ვისაც რეზონირდებათ, რომ დაიჭიროთ თქვენი, ნახეთ. ანუ ესე იგი გოგო აქ არის ან
უფრო მეტად არის ფინანსურად თქვათ შეძლებული ვიდრე ბიჭი, იმიტომ რომ აქ მაჩვენებს რომ აი გრძნობაზე ამასაც ნახეთ უკვე თითქოს აი პენტაკლების დედოფალი არის რა და ეს ბიჭი დგას და ამ პენტაკლების დედოფალს როგორ უყურებს იცით რომ აი შეიძლება ფიქრობს აი თქვენ მარტო თქვა აი მარტო ფული უნდა მაგას იმიტომ რომ აქაც ნერვიულობს ფიქრობს იმაზე რომ აი ნერვიულობაც აქ იმაზე რომ ეს ადამიანი ფინანსურად რაღაცა ვერ არის იმიტომ რომ კვეცნობიერში არის როგორ იცით აი ძალიან განიცდის აი უზომოდ განიცდის აქ რაღაცა მოხდა აი ისეთი სასწაული მოხდა რომ გოგოცას აწყენინა ძალიან თვითონაც შემიძლია გითხრათ ნანობს ამას იმიტომ რომ მაგას ურთიერთობის გაგრძელება უნდა ფიქრობს რითი გასიამოვნოს ალბათ თქვენ მოდით ვნახოთ კიდე ალბათ რომ არ იყოს რა მოხდა აქ კი ბატონო აქ მოხდა რაღაცა სასწაული აქ მოხდა სასწაული აქ მოხდა რაღაცა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც შეიძლება ეხებოდა იმას ჩვენ ერთად მივდივართ ამ გზაზე თუ არა ანუ აქ შეხვედრაც იყო რაღაცა სასიამოვნო შეიძლება კი არა სასიამოვნო მაგრამ თქვენს შორის კიდე რა ხდება შეიძლება სხვადასხვა აზრები გაქვთ თქვენ გაიგეთ ანუ სხვადასხვა აქ სხვაობა შეიძლება იყოს დიდი იმიტომ რომ მაჩვენეს ანუ შეიძლება სხვადასხვა დროში ხარ სხვადასხვა თქვათ გაქვთ თქვენ დამოკიდებულება თუნდაც ურთიერთობაზე იმიტომ რომ სულ პენტაკლები რა და ამას სხვათა შორის გული წყდება იმაზე რომ ეს იცის მაგან რომ თქვენ რაღაცას ელოდებით მისგან გაიგეთ მაგრამ თქვენ ვერ აკეთებთ იმას რაც ეს გოგო თქვენგან ელოდება იმიტომ რომ გრძნობაზე მეუბნება რომ ძალიან დასაფასებელი ქალი არის რა ძალიან დასაფასებელი ქალი არის გაიგეთ მაგრამ აი კვეცნობიერად იმას ფიქრობს რომ მე შემიძლია მე რა შემიძლია და თან თქვენი დაკარგვის არ უნდა თან იცის რომ თქვენთან აი აქ მოხდა რაღაც სიტუაცია რომ გაწყენინათ აი ყველაფრის მიუხედავად ხო აი ჭკვიანია აი ესეთი ქალი არის რაღაც სასწაული ქალი არის რა ანუ თქვენზე ამას ფიქრობს რომ ანუ აი რამდენიც არ უნდა ვეცადრო თქვათ მე ახლა აი არ ვიფიქრო თქვენ ამას ელანდებით გეფიცებით რა სულ ელანდებით რა და ფიქრობს რა იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან თქვენ დაყვებით რა მაინტერესებს ახლა მე აქ და აქ მე 20 არკანი არის რა ანუ თითქოს მაინც ჩემია რაღაცნაირად აი რაღაცნაირად ფიქრობს რომ აი უზომოდ ჩემია და ეს ამას ძალიან გულს ткენს სულ ფიქრობს თქვენზე სულ კი და ცდილობს რაღაცებით ქმედებაც უნდა მოსვლაც უნდა მაგას თქვენთან მაგრამ აი შეიძლება როგორ არის დაწერს რამეს წაშლის იმიტომ რომ თქვენ მართლა მაგისთვის აი დასაფასებელიც არის და ხარ თქვენ მაგისტრის ძალიან ანუ აქ უდიდესი პატივისცემა აქ даже არ ვიცი აი რა გითხრა და სიყვარული თუ გაქვს კი ასეთი სიყვარული მე არც გამიგია არ ვიციო როგორ და არა დავარქვა მაგასო რა აი არ ვიცი არ იცის ამ ადამიანმა რა სახელი დაარქვას ამ დამოკიდებულებას რა დამოკიდებულება აქვს მაგას თქვენს მიმართ რა არ იცის აი ვერ პოვლობ სიტყვებს რომ არ ვიცი რა ეხლა მოდით ვნახოთ მაშინ ჩვენ რაც მინდოდა მე გითხრა მე ეს იმიტომ რომ რო გითხრათ რომ ძალიან რაღაც საშენელი სიტუაცია არა აქ უბრალოდ თქვენს შორის არის რაღაცა დიდი ხნის პაუზა შეიძლება იყოს აქ შეხვედრა და მე ის დაგაფაო პაუზას რა აქ даже შეიძლება ზოგს თვეზე მეტიც კონდეთ პაუზა რა აი თვეზე მეტი რაღაცა მაგრამ პრინციპში აქ უკვე პენტაკლები არის დუზი პენტაკლების შეიძლება უკვე რაღაცა ახალი შანსი მოგეცემა თქვენ დიდი პაუზის მერე
მოდით ვნახოთ ახლა მაინც, ესე იგი ვკითხოთ ჩვენ მაღალი ძალებს. ანუ ეს პაუზა თქვენ მაღალო ძალები რატომ მოუწყეთ ამ წყვილს? რისთვის არის ეს პაუზა? ამათთვის რა უნდა გაიგონ, ან რატომ დააპაუზეთ აქ? ეს ურთიერთობა რატომ დააპაუზეთ? ესე იგი ნახეთ რა ხდება აქ. აქაც მაგან მაჩვენა თქვენი თავი, კურუმი იყო აქ, ხო? შეიძლება გოგოებო, აქ ნახეთ, თქვენში მიდის ეხლა გადაფასება თქვენი თავის, იმიტომ რომ თქვენ იმისათვის რომ მისულიყავით ამ დონემდე, ეთყობა ბევრი რაღაცა კი გამოიარეთ რა. მოდით ახლა ყველა ძალიან კარგად იცით რაც გამოიარეთ. მithumet აი აქ გითხარით თქვენ, რომ ანუ ვეღარ ხვდებით უკვე ეს ადამიანი მიდის, მოდის, ნუ აი უწყლად თქვა, უეცრად შეიძლება მოვიდეს, მე ისე უეცრად გადადეს იმაში, რა ქვია, აი პაუზაში რა, ეგრე და მე უკვე თქვენ გულით ტკივათ, მაგრამ აქ არის ნახat. აქ მაჩვენეს ქალის თემა, რომ თქვენ აი აქ ხართ იმპერატრიცა. იმპერატრიცა და პლუს კიდევ ორუმი. ეთყობა ეგ, ნუ ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა სიტუაცია აბსოლუტურად რომელიც ხდება ჩვენს, ნუ თქვა წყვილებში, ეს იმიტომ რომ თქვენში იცვლება რაღაცები, თქვენ გრძნობთ რომ ნუ რაღაცა ცხოვრება, რაღაცა იცვლება, გრძნობთ თქვენ და სხვათა შორის ახლა იმიტომაც თქვენ თვითონ სხვა, ნუ ესეც მოგდით თქვენ რომ აი რატომღაც, იმიტომ რომ ინტუიცია გაქვს ძალიან მაგარი, მე 10 ენერგია, ეს საერთოდ როცა აი ძალიან მაღალი ძალებთან ძალიან მაგარი კავშირი როცა აქ ადამიანს რა და ფიქრობთ რომ ეს სიტუაცია არ არის ტყილა უბრალოდ, ხო? ნუ რაღაც ვერ ხვდები რა, მაგრამ თქვენ აი აქ ამ პერიოდში თვითონაც თქვენ შეიცვალეთ, გაიზარდეთ, რაღაცა მოხდა თქვენი გადაფასება და სხვანაირად შეხედეთ თქვენ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენში ბევრი რაღაცა გახსნა და სხვათა შორის ამასაც ქონდა აქ მე-20 არკანი. ეგაც ფიქრობს რომ ძალიან მაგრად მცვლის ეგ სიტუაცია რა. მაგრამ ეხლა მაღალი ძალებს შეფიქრებული აქვს ის მომენტი, აი რომ თქვენში გაიხსნას რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ გოგოს რა, მაღალი ძალებისთვის და ანუ ესე იგი ან შეიძლება რამე თქვა, აი ნახat ახლა აქ არის უკვე რვიანი არის თასების, ანუ და აქ ყურუმი თქვენ იმიტომ გაჩვენებენ რომ რაღაცა უნდა ისწავლოთ თქვენ ამ პერიოდში, როცა გაქვთ ეს პაუზა. უნდა ან გადახვიდეთ სხვა პერიოდზე, ან რაღაცას გასცეთ ეს ცოდნა, ან მიიღოთ ცოდნა რა. თითქოს აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ მე აქ ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ, თქვა დასასრულს. გაიგეთ რა ხდება? მე აქ ვგრძნობ, რომ თითქოს აი ადამიანები მართლა რაღაცომღაც დააშორეს და ეს ბიჭი აქ ელოდება თითქოს, ნახეთ, ელოდება, როდის ისწავლის შენ. აი მე რა ნახეთ როგორ წამოვიდა ინფორმაცია, ესე იგი ბიჭი ზის ნახეთ წევს და გოგო მის გვერდზე და ბიჭი აჩვენებს გოგოს უდევს აკა წიგნი და ეს ბიჭი ნახat ეუბნება ამას რომ ისწავლე რაღაცა, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ეს და მე დაგელოდები, კი, შენ კი ვერ ხვდები რატო ხდება ეს, მაგრამ მე დაგელოდები. მე ვიცი რომ ეს არის ძალიან მკივნეული ყველაფერი და ვიცი რომ შენს მეტი კითხვები გაქვს. აქ თითქოს როგორ არის, აქ წავედი სულის დონეზე, ნახეთ. ესე იგი როგორ არის, ნახეთ, როცა აი ბიჭმა ძალიან კარგად ხვდება, რომ გოგო იტანჯება, ხედავს რა, მაგრამ აი მიწერ დონეზე ეს ადამიანი ვერ ახსნის იმას, რა ხდება, მაგრამ აქ უკვე ჩვენ ხო მაღალი ძალები ჩაერთნენ, ნახე ხა და როგორ მაჩვენებენ რა. ესე იგი ისწავლე ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში არ არის ტყილა უბრალოდ, როგორც ნუ ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ ხოლმე, ხო? ადამიანი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა გვასწავლოს, ხო? ეხლა ეს თქვენ თავისი საქციელი, თავისი
ქცევები თავისი ყველაფრით გაჩვენებს იმას, რომ შენ უნდა კიდე რაღაცა ან სასწავლე, ან გასაცემი რაღაცა მივხვდით, ანუ თვითონ და თქვენ თითქოს ვერ ამჩნევთ ამას. ზოგი შეიძლება ხვდება, რომ ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა თვითონ ეს ბიჭიც იტანჯება, რომ თქვენ რო გტანჯოს, მაგრამ აქ მაღალი ძალები იძახენ, რომ გადასვლა გაქვს შენ გაქვს ძალიან ბევრი დაგროვილი ცოდნა, იმპერატრიცა არის საერთოდ, როცა უკვე მართლა ბევრი რაღაცები აქვს, მაგას ეს კარგი მასწავლებლებიც არიან სხვათა შორის და უკვე დროა შენ ეს ცოდნა შენში გახსნა. მივხვდით, ან ისწავლო, ან გახსნა. ამიტომ უყურებს ეს ბიჭი შორიდან თითქოს დგას და გიყურებს, რომ შენთვის ძვირფასი ხარ, მაგრამ რა ვქნა, ეგეთი მისია მაქვს, ანუ ეს რაღაცა გახსენი სასწაული დასტა. აი სულის დონეზე მართლა ახლა ამაზე ვიმუშავებ რა. იმიტომ რომ მაგას უნდა თქვენთან მოსვლა, უნდა თქვენი მოფერება და სადღაც აი შორიდან შეიძლება გიყურებს თქვენ და ეშინია რომ ვერ გიახლებდება. აი უბრალოდ შორიდან შეუძლია რომ თქვენ გიყუროს რა, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ეს სიტუაციებიც რომელიც აქ მოხდა თქვენ შორის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ასე გაუგებრობაში რა, რომ აი უნდა ისწავლოთ სამიანი პენტაკლების რა. უნდა ისწავლო ამ ეს სიყვარული შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენ ისწავლო აქ რაღაცა ცოდნა. გასაცემი. არ ვიცი, ვინც გაიგეთ. და კარგით და რამდენი ხანი, დიდი ხანი უნდა იყვნენ ეგეთ სიტუაციაში, ახლა იგენი. Ну, აქ ეძახიან, რომ ისე რა ქვია, პრინციპში აქ ყველაფერს არა, ჩვენო ყველაფერს მალე შევცვლითო. არა. ეგენი იქნებიან ძალიან ბედნიერად, კარგად, აქაც კი შეიცვლება ყველაფერი, აქ ნამდვილად აი ეს ტრანსფორმაცია, აქაც ნახეთ, მე-10 ენერგია ისევ თქვენი ეს ტრანსფორმაცია მოხდება, ეს შეიცვლება აქ რაღაცა სიტუაცია ნამდვილად და ეს კარმული გაკვეთილი დასრულდება და რა თქმა უნდა, ახლა ეგენი უნდა იყვნენ ერთად. აქ даже არ გამოვრიცხავ, რომ вообще მთელი ცხოვრება შეიძლება რომ იყვნენ ერთად. აქ შეიძლება თქვენ კიდე როგორ არის იცით, აი ზოგიერთ წყვილი გადადეს აქ ახალ ეტაპზე და ზოგ წყვილმა უნდა მიიღოს даже გადაწყვეტილება, რომ ერთად აი აქ даже კანონიერი ვიღაცასთან იქნება, კორწინება ექნება და პლუს კიდე ანუ რაღაც ახალ ეტაპზე რო გადახვალთ, ეს არის უეჭველი თქვენი ისტორია, ანუ გვეუბნებით ცოტა გვადროვეთ რა. ანუ დალაგდება ეგ სიტუაცია, ყველაფერი და თქვენ უნდა იყოთ ერთად. ამიტომ გვეუბნებით, რომ შეიძლება აქ ვიღაცისთვის არის ინფორმაცია, რომ вообще იქნებით მთელი ცხოვრება ერთად. კი, თქვენ ახლა ჯერჯერობით არც გეჯერათ, მაგრამ აქ თქვენი სივრცე იცვლება, აქ რაღაცა ჩართული არის მაღალი ძალები ტრანსფორმაციას, კი გადიხართ, კი ძნელია თქვენთვის, მაგრამ კი, გადიხართ, მაგრამ აი ძალიან მტკივნეულად განიცდის, სხვათა შორის ძალიან ბიჭის. აქ ბიჭისთვისაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ როცა ნახეთ, სულის დონეზე კი კარგია, რომ მე ვიცი რატომ მოვედი და რას ვაკეთებ და როგორ და რანაირად, მაგრამ გოგოობა აი თქვენ, იცოდეთ რომ თქვენი ბიჭი ძალიან რთულად იტანს ამ ყველაფერს, ამ ტრანსფორმაციას, ძალიან რთულად იტანს, მაგრამ თქვენ უნდა გახსნათ, ანუ თუ დაუშვით ჩაფიქრებული გქონდათ რამის სწავლა, იცოდეთ მე ჩემს ტყავზე მაგას გამოცდილი, გეუბნებით. როცა შენ ამბობ და თქვა, ან გინდა რაღაცა ისწავლოთ, ამიტომაც საკრალური აკურუმია. როცა შენ გინდა რაღაცა ისწავლო, თქვა, აქ შეიძლება ზოგი თქვა, ტარო, ასტროლოგია, ახლა აგერ მატრიცა დავიწყეთ, ნუმეროლოგია, არა აქვს მნიშვნელობა, აი თქვენ ეზოტერიკული რაღაცა, ფსიქოლოგია თქვა, შეიძლება აბარებთ დაუშვით, გინდა ჩაბარება, რა ვიცი. ან კურსის ყიდვა გინდათ, ან ჩაბარება უმაღლესში, ან უბრალოდ დაწყება უკვე უნდა თქვა, ისწავლე და უკვე უნდა გასცე, ხო? და თუ შენ ამას არ აკეთებ, აი მანამდე შენ არ შეიცვლი თქვა შენს აზრს და შენ თუ თქვი A და B-საც არ იზავ, აი ეს სიტუაცია მანამდე იქნება. ანუ აქ რაღაცას გაცდიან თქვენ, იმიტომ ხან მოდის, ხან მიდის ეს ადამიანი, თითქოს აი რაღაცა შანსი იყო მოცემული თქვენი შეხვედრისთვის დიდი ხნის მერე ვიღაცასთან შეიძლება უბრალოდ ან გამოჩნდა, ან ისედაც შეხვდეთ შეიძლება და ისევ მოხდა ეს დაშორება. და იმიტომ რომ ეს ბიჭი მოდის და გეუბნება, ამან უნდა ისწავლოს რაღაცა. ეგ მნიშვნელოვანი
მრავალწლოვანი ადამიანი, მაგას სამუშაო აქვს ბევრი და უნდა ისწავლოს და მე ვიცი გვეცნობიერად რომ მაგას ვაწყინინებ, მაგრამ შეხვედრა რა გვექნება რომ ოღონდაც მაგან აი ზღაპარსა აი ხა ნაკადში ვარ. ეხლა ვლაპარაკო პროსტო ნაკადი მოდის რა. რომ აი ეს, იმიტომ რომ ჩემთვის ძნელია უკვე ამისი ატანა და მაღალი ძალები გვეუბნებიან ისწავლეს გაკვეთილს, ხო? ჩააბარებს გაკვეთილს, ხო? კი ბატონო, იქნებით ერთად. და სხვა პერიოდში გადაადეხართ გოგოება, აქ იმენა თქვენზე ლაპარაკე, აი ზუსტად კომენტარებში იყო რაღაცა კითხვა, რომ აი ჩვენ რა გაკვეთილს გავდევარ და გოგოებიო ამ ბიჭთან და რაღაცა და აი ამ გაკვეთილს გადიხართ თქვენ. ზუსტად ეს ინფორმაცია მოვიდა, რომ აი ეს ბიჭი ძალიან ნერვიულს და მტკივნეულად ყველაფერს იტანს, იმიტომ რომ მაგიც ახლა ბოდიში და სადღაც წაიყვანეს იქ, რა ვიცი მე, სადღაც შეიძლება ან მუშაობს, ან რაღაცა რთული სამუშაო, ძალიან რთულ პერიოდში ეს ბიჭიც რა. და აი თქვენ ახლა იმიტომ არის, ნახეთ, დავიწყე მიწერ დონეზე, გადავიდნენ ისე სულის დონეზე, იმიტომ რომ მიწერ დონეზე რთულია მარტო ყველაფრის გაგება, ხო? როცა ვიცით ჩვენ რომ ამოცანები აქვს სულებს კიდე სხვა, ჩვენ უფრო ადვილად ვალაგებთ, ანუ და ხვდებით უკვე რა ხდება და რა უნდა გავაკეთო მე, ხო? აი როგორც გუშინ რომ ვიყავე ისე რა ქვია, არა, გუშინ კონსულტაცია მქონდა, გოგო მეუბნება რომ მილიონი ვიღაცებს გავაშლევინე და ყველა მეუბნებაო, დაბრუნდებაო, მაგრამ არ ბრუნდებაო. და ეხლა თქვენი სიტყვა იქნება მნიშვნელოვანი და მეც ვთხარი დაბრუნდება, მაგრამ იმ დაბრუნებას რომ დაბრუნდეს, ხო? უნდა იცოდე რა, ისე აი სიღრმე უნდა იცოდე ზუსტად რომ რა ბიძგი იქნება იმისათვის, ან რა უნდა გააკეთო შენ იმისათვის, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს და რატო არის ეს დაშორება, არა მხოლოდ მიწერ დონეზე, იმიტომ ჩვენ ვფიქრობ, აი ეთყობა არ უნდა, აი თუ ბიჭი, მე როგორ მეჯავრება ეს კიდე სისულელეები, რომ დღესაც TikTok-ზე ვნახე, თუ ერთი დღე კაცმა არ მოგწერა, შეგიძლია ეს წარსულს ჩააბარო და კარგით რა, გეხოცებით. აი ეს პროცესები სად არის რა? მიდი და ცვალე ახლა შენ ახლა ესე რა ქვია. შეიძლება იმას რა ვიცი მე ჯვარი წერია სამანტყოფოში მოხდა და ვერ წერს და всё უნდა გადააგდო ეს ბიჭი. ეს სისულელე. ეს სისულელე ნუაყვებით რა. იმიტომ აი ესე ვცდილობ რომ დაგიღეჭოთ თქვენ რომ იცოდეთ რომ არ არის ეს ყველაფერი ასე ადვილი რომ მარტო აი არ მომწერა და ესე იგი არ უნდა და იმიტომ არ ამწერს. შენ რა იცი იქნება როგორ უნდა. აი ამას უნდა მაგრამ ვერ ხვდება რატო ვერ წერს. აი ზისულელებით ასე და უყურებს და ღმერთო ჩემო რა გავაკეთო ახლა მინდა მივწერო და დაწერს წაშლის დაწერდა და რა ჯანდაბა. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება ემართებოდეს ადამიანს, გაიგეთ? თითქოს რაღაცა მაჩერებს, თითქოს რაღაც აი რა მაჩერებს რა ასეთ მე დგას ეს საცუდავი შეიძლება თავის თავს ლანძღავს ასეთი ვარ, ესეთი ვარ. შეიძლება გინდათ სამუშაოზე მიდის მაგრამ კარგი აქ ბევრი რაღაცები შეიძლება იყოს. ყველასი ცალ-ცალკე თემაა, მაგრამ აი ეს არის რომ ეხლა აქ ამ წუთში იძახენ რომ რაღაცა უნდა შეცვალო, რაღაცა უნდა შენ ისწავლო, რაღაცა შენ უნდა რა უკვე ვთქვი რაც არის, იმიტომ რომ უკვე ეს ბიჭი ძნელად იტანს უკვე ამ სიტუაციას. ეხლა მიწერ დონეზე უფრო ძნელია, როცა ამიტომაც ეხლა თქვენ რაღაცას მაინც გიხეჭებთ და ყველა ბიჭი ხო არ უსმენს ეხლა ამას, ხო მითუმეტ ეხლა თქვენი. მოდით ეხლა აი საერთოდ შედეგი რას გეტყვით. შედეგი არის ისეთი, რომ კი მაღალი ძალები მალე ვიზავთო, დიდ სიხარულსაც მოგიტანთ, ანუ შეხვედრა იქნება აუცილებლად, სულ მალე გაგან თავისუფლებთო და გაგახარებთო. სულ მალეო. სულ მალე, კი, აი სულ ცოტაც დაგველოდითო და უკვე всё, შენ უკვე მიაღწიე თქვათ რა. აი ეს არის მე რომ ვამბობ ხოლმე როცა აი მატრიცა რატო ვგიჟდები მატრიცაზე, იმიტომ რომ ახლა თან კურსი რომ დავიწყე, კიდე ახლა ვუღრმავდები რომ თან გაკვეთილებს რომ ვომზადებ ჩემს სწავლებისთვის, უფრო სიღრმე მინდა ყველაფერი მივცე. მეც ხო ვუბრუნდები ჩემს მატრიცას და ისეთი რაღაცები კიდე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ აი საოცრება, მართლა საოცრება ინსტრუმენტი და როცა შენ უკვე კითხულობ თვითონო აი ისეთ სიღრმე არის რომ აი გაგიჟდები რა, ისეთი რაღაცები არის იქ და ამიტომ არის რომ როცა даже გაშლასაც რო ვაკეთებ ვინმეს, ახლა სერიოზულ თქვა გარჩევას ყოველთვის ვიყენებ მატრიცას, რომ დავინახო ეს პროგრამები რა გიჭირს, აი ეხლა რა მუშაობს თქვენში, რომ ეხლა ასეთი გაშლის მერე ხო უფრო ამოვისუნთქებ და მივხვდები რომ დაუშვოთ ეხლა იმიტომ კი არ მეკცევა ასე თქვათ, რომ აი დაუშვოთ ან არ ვუყვარო ან რაღაცა. თან ეს არ არის
არის ესეთი ნუგეში, ეს არის სინამდვილეში, მასე მუშაობს რა. იმიტომ მე არა ვარ იმისი მომხრე, როცა აი ასე აგდებულად რო იციან ხოლმე, რომ აი ასე გექცევა და ისე გექცევა და შენ როგორ იტან, მე კი არ ვიზახო, რომ თქვენ არ გიბიძებებთ იმისკენ, რომ თქვენ ახლა ფეხები გააწმინდენ თქვენ თავზე. არა, რაზე ლაპარაკეთ, თან ახლა გოგო მართლა ნამდვილად უკვე ხვდება, რომ არა, ახლა თქვენს ახლა მასე რომ უხეშადაც რო გექცევათ სიტყვაზე და არა თქვათ ადეკვატურად, აქაც ჩვენ ვსწავლობთ რაღაცას, გაიგეთ? ეს სულ ყველაფერი მაგისტრის, აი თქვათ არაადეკვატურად გექცევა, ხო? შენ ვერ ხვდები. რას გიბიძგებს? იმას გიბიძგებს, რომ ცოტა შენ თვითონ თავი დააფასე რა. შენ თვითონ სხვანაირად შენი თავი შეიყვარე რა და ისეც მე მივხვდება და სხვანაირად მოგექცევა. მივხვდება რა დონეზე, სულის დონეზე ხდება ეს ყველაფერი, აი ღმერთო მომეცე სწავლა რომ კიდე აი უფრო მეტად ჩაგიდოთ რა ეს მომენტები, რომ მართლა გეფიცებით ყველაფერს, ეს ასე მუშაობს რა. ახლა წლები ურთიერთობებში შემუშაობ და ამ თემებზე და უფრო ღრმად და ღრმად შევდივარ ამ თემებში და ამიტომ ჩემო სიხარულებო, აი ასე რა, თქვენი გაკვეთილი გაქვთ, რომელიც უნდა გაიაროთ თქვენში არის ეს სიტუაცია, თქვენში და ეხლა ზოგადად მე საერთოდ თავიდან გავბრაზე ეს კომენტარი რო წავიკითხე, მეთქი ხა ღმერთო ჩემო რანაირად საჯაროდ უნდა ადამიანმა მთხოვოს, რომ რა გაკვეთილს გავდივარ, ხო? ანუ პირად გაშლას ხო არ გაგიშლი საჯაროდ. ანუ ადამიანს ესე იგი არ უნდა რომ თქვა თავისთვის რომ გასცეს თქვა ახლა ენერგია, ანუ ფული არის ენერგია, რომ იმისათვის რომ გაიგოს რა სჭირს მაგაზე რა გაკვეთილს გადეს ადამიანს და მთხოვს თქვა საჯაროდ. ოკეი, გავაკეთე საჯაროდ. თუ მიიღო თქვენ აქედან ინფორმაცია, კაია თუ არა და ნუ საერთოდ დაფიქრდეთ ხოლმე რომ ეს არის თქვენი სიტუაცია რა. არასოდეს მე მაგალითად თუ რაღაცა მაწუხებს არ მენანება რომ თქვათ რაღაცა სახსრებს მოვიპოვი და გავაკეთებ თქვათ თუ რაღაცა ძალიან ძვირიანია ჩემ არის რაღაცა თქვათ ახლა ყველასთვის სხვადასხვა ზოგისთვის ახლა 10 ლარი ძვირია სიტყვაზე ხო და რამბავია გეტყვის მე არ ვიცი ზოგი ახლა მე ზოგჯერ რომ ჩემ ფასებს რო ხედავენ რამდენიც მოუწერება მე რა იაფია მაგასაც გეტყვით სიმართლე გითხრათ ну ამას მეტყვის ახლა უბრალოდ ცოტა ესეთი დონის ადამიანები ვინც უკვე ნამდვილად იციან ფასი რა ფასი ისე როცა შენ აი ასე გაარკვევ ყველაფერს და როცა შენ უკვე დამშვიდდები და როცა შენ უკვე იცი რა უნდა გააკეთო და როცა შენ უკვე ამას აკეთებ და როცა ეს შენი ქმედება შენ გაძლევს მაგარი დონის შედეგს აი და ეს მართლა მასეა როცა შენ ზიხარ და მარტო ტირი ხარ ან ლანძღა პარტნიორს დამერწმუნეთ არაფერი არ გამოვა ისე იქნებით ან მაგას დაშორდებით ვიღაცა სხვა შეხდება ის კიდე ნუ კაროჩ ეს თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა შეგიძლიათ წლები ასე უყუროთ მარტო საჯარო გაშლებს და თქვენ არ იმას აქნათ რა ვიცი და ძალიან დიდი რეკომენდაციას ვუწევთ ჩემს მოსწავლეებს კიდევაც Facebook-ი ვინც ნახეთ იმიტომ რომ ეგენიც ნამდვილად ჩემს ცოდნას მთლიანად რაც მე ვიცი მაქსიმალურად ვაძლევ ვცდილობ რომ აი ესეთი ტაროლოგები იყვნენ არა მკითხავები რომელმეც აზზე არ არიან კარმული ურთიერთობა და აზზე არ არიან რას ნიშნავს კარმული ურთიერთობა აი ამ სიღრმეს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს ნამდვილად რომ მეტად დაიხმარონ ადამიანებს და მეტად შეძლონ რომ უშველონ იმ ადამიანებს ვინც მაგათ მიმართავს და იმიტომ რომ სულ მაგას ვეუბნები რომ თქვენ ესე იგი ხართ საჭირო იმ ადამიანებისთვის ვინც მოვა თქვენთან და მე რა თქმა უნდა მინდა ყველას გისურვოთ როგორც ყოველთვის სიხარულს ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს